რუსიკო კობახიძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი და ასევე ვიყავი მასწავლებელი, ვარ მოწვეული ლექტორი ორ უნივერსიტეტში და ასევე ვარ ცრაშვილის დედა და 5 შვილიშვილის ბებია. ამიტომ ესე ასე ვთქვათ, ყველა ჩემი სფერო, რომელშიც მოღვაწეობ, ასე ვთქვათ, ეს მოღვაწეობი ძალიან ისეთი სიტყვა სასაციო, მაგრამ ეხება აი ამ დღევანდელ პროცესს, როგორც მასწავლებელი, როგორც მშობელი, როგორც მკვლევარი საბჭოთა ისტორიის და მე მგონია, რომ განათლების სამინისტროს და სწორად იქნა ადგილი შერჩეული, ვინაიდან განათლების სამინისტრო პირდაპირ უნდა ეხმაურებოდეს იმ პროცესებს, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და იმის მაგივრად, რომ ის ერთვებოდეს ამ პროტესტში, იმის მაგივრად, რომ ის ცდილობდეს, რომ თავისმა გააგონოს თავის უშუალო მმართველებს, აბსოლუტურ დუმის ინარჩუნებს საოცარია, როდესაც ამდენი ახალგაზრდა არის დაპატიმრებული, დაწამები, ნაცემი, თავებით დასისხლიანებული, განათლების სამინისტრო იყოს ჩუმად. ეს არის უბრალოდ საოცარი არაბუნებრივი მოვლენა და ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები არა მარტო მოხელეები არიან, არამედ ისინი არიან მოქალაქეები და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი უნდა შეასრულონ და თქვან რამე, რასაც ფიქრობენ.